მოგესალმებით. დღეს ხუთშაბათია, ჩვენი გადაცემა, ფაქტი მოვლენა, კომენტარი, ანალიტიკური საუბრები დემონ გიორგიელიძესთან ერთად. მე ერთი წუთით ხმას გადავამოწმებ და მოვალ. მე მგონი ყველაფერი კარგია. დავიწყოთ, დღეს ხუთშაბათია, ჩვენ გვაქვს მიმდინარე პროცესების ანალიზი და მე დავიწყებ იქედან, რასაც ქვია საშინაო პოლიტიკა, ის სიახლეები, რომელიც აშკარად ჩვენზე მოქმედებს. მოდი იქედან დავიწყოთ, რაც ჩვენ სამეზობლოში ხდება. პირველი ის, რომ თურქეთმა და სომხეთმა მოილაპარაკა უშუალოდ საქართველოს ტერიტორიის გავლით უშუალო ვაჭრობაზე და არანაირი ის სქემები, რომელიც დაკავშირებული იყო რეექსპორტთან და ასე შემდეგ. ცხადია, ეს მოხდა ამერიკელების მიწოდებით, თურქები დაეთანხმდნენ ამას, საქართველოს ავტომატურად ყველაფერს დაეთანხმება, რაც არ უნდა იყოს კარგი თუ ცუდი. თუმცა ჩვენ ვერ გამოვიყენეთ ის სიტუაცია, როცა შეგვეძლო სომხეთთან მჭიდრო ურთიერთობა დაგვემყარებინა და შექმნილი იმ მდგომარეობიდან ათეული წლები არ ყოლოდა ისინი იზოლაციაში და არ ყოფილიყავით იმდენად პოლიტიკურად უაზრონი, როგორიც ვიყავით ამ ბოლო 33 წლის განმავლობაში. ეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე. მეორე მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, ის რომ სანქციები დაუწესდა საქართველოში ორ ტელევიზიას. ამ ტელევიზიების ავკარგიანობის შესახებ ჩვენ მე პირადად არაერთხელ მისაუბრია, იმიტომ რომ არ შეიძლება იყო დამოუკიდებელი ტელევიზია და კონდეს ასეთი საინფორმაციო პოლიტიკა, ყავდეს ასეთი პროდიუსერები ამ სფეროში, იმიტომ რომ შენ დაბალანსებული, სწორი, მიუმხრობელი პოზიცია უნდა გქონდეს და არა იდეოლოგიურიზებული პოზიციიდან, არა სახელმწიფო დავალებიდან გამომდინარე, რომელიც შეიძლება სულაც არ იყოს სწორი, აწარმოებდე იმას ფართო განხილვებს, აწარმოებდე ფართო სპექტრის შეხედულებათა სისტემის წარმოდგენას, ძალიან სერიოზული ანალიტიკოსებისა და პროფესიონალი საქმისმცოდნეების მეშვეობით, რომლებიც არასდროს არ დაუშვებენ იმას, რომ იმდენად დაეცნენ, რომ იდეოლოგიური მომსახურების დონემდე დავიდნენ, ან და ხელისუფლების მსახურებით, ან ვიღაც გარედან დამფინანსებლების, რომ იტყვიან საპატივცემულოდ თუ სავალდებულოდ, ადგედა სისულელეები ლაპარაკო, რითაც გამოტენილია ქართული ტელევიზიები. თქვენ კარგად იცით ჩემი შეხედულებები საკანალიზაციო ტელევიზიების შესახებ. ეს არ არის მხოლოდ ბრჭყალებში ოპოზიციური ტელევიზიები, იგივე საკანალიზაციოს უწოდებდი მე იმედსაც და ერთადერთი სხვაობა რაც არის, ბრიტანელებს როგორც ჩანს აქვს კრიტერიუმი, როგორ გაარჩიონ ერთი საკანალიზაციო ტელევიზია მეორე საკანალიზაციო ტელევიზიიდან, მაგრამ აქ მუშაობს ძალიან ცნობილი პრინციპი. მართალია, ისიც შობელძაღლია, მაგრამ ის ჩვენი შობელძაღლია და თქვენ იცით, რომ როდესაც შობელძაღლი თქვენია, თქვენ ზოგ რამეზე თვალს ხუჭავთ, იმიტომ რომ
საშობელძაღლო ძალიან ბევრი რამაა გასაკეთებელი და ამიტომ ეს შენი შობელძაღლი აუცილებლად შეასრულებს ამ საქმეს, რასაც წარმატებად ასრულებენ საქართველოში ეს კანალიზაციის ტელევიზიები, თუმცა არც ერთი არ მუშაობს ხელისუფლების ღია შეიძლება არა გამჭვირვალე, მაგრამ ღია ფინანსური მხარდაჭერებისა და პოლიტიკური მხარდაჭერების გარეშე. ეს ძალიან სერიოზული თემაა. მესამე თემა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია და გასააზრებელია, აზერბაიჯან-ბრიტანეთის ურთიერთობა გადავიდა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე. რომ გითხრათ სიმართლე, ბრიტანელები აზერბაიჯანში მას შემდეგ არიან მოკალათებულნი სერიოზულად, რაც ბაქოში ნავთობის მოპოვება დაიწყო ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის ფარგლებში და როგორც ინგლისელებს ჩვევიათ, მათ თავიანთი აგენტურული ფესვები ძალიან შორს ჰქონდათ ჩადებული და მათ საბჭოთა კავშირის 70-მა წელმაც ბევრი ვერაფერი დააკლო, თუმცა სიტუაცია სხვანაირია. ბრიტანული დაზვერვა საქართველოში ძალიან მაგრად მუშაობს, მათაც ყავს თავისი გავლენის აგენტები საქართველოს ხელისუფლებაში, ისედაც ეგრეთ წოდებულ ისტებლიშმენტში და ისინი აკეთებენ თავის საქმეს. კარგია, ცუდია ეს, მე ასეთ შეფასებებს არასდროს არ ვაკეთებ, მე უბრალოდ სიტუაციას ავწერ. ჩვენთვის კარგია მხოლოდ ის, რაც საქართველოს ქართული სახელმწიფოს მომავალს ემსახურება, მის უსაფრთხოების გაძლიერებას და მისი ხალხის ინტელექტუალური დონის ზრდას, რადგან ეს არის ერთადერთი საყრდენი, რაზეც შეიძლება შენარჩუნებული იქნას მომავალი ქართული სახელმწიფო. შორს აღარ მივდივარ. ამ ბოლო ჩემს ნათქვამს უკავშირდება ის სტატია, რომელიც Foreign Affairs-ში გამოქვეყნა შეერთებული შტატების ერთ-ერთ ყველაზე პროფესიულ და გავლენიან გამოცემაში, ანუ საგარეო პოლიტიკაში, სადაც უმაღლესი დონის დიპლომატები და ასე შემდეგ. მათ აღწერილი აქვთ უკრაინის მდგომარეობა, გასაგებია 4 წლის თავია, სულ 2 დღის წინ გავიდა 4 წლის თავი, რა მდგომარეობაც არის უკრაინაში, რასაც აკეთებენ ამერიკელები, რომ აიძულებენ უკრაინელებს დათმონ ტერიტორიები, როგორიც მათ შორის აღიარონ ყირიმი, აღიარონ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქები და კონტროლის დაწესების შეთანხმებული რეჟიმი იყოს ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში. ეს არის ყოველ შემთხვევაში ამერიკელების იდეა, თუმცა უკრაინელები გასაგებია ტერიტორიული მთლიანობის პრინციპიდან გამოდიან, არაფრის დათმობას არ აპირებენ, ამერიკელებსაც როგორც იტყვიან გვარიანად შეიყოლიეს ამ დისკუსიებში და სამაგეროდ მთლიანად ახორციელებენ ევროკავშირის პოლიტიკას. ევროკავშირს კი უკრაინასთან მიმართებაში ერთადერთი პოლიტიკა აქვს, როგორმე გააგრძელებინონ დაპირისპირება, ეს დრო ევროპას ჭირდება გადაიარაღებისთვის. ამას ის აკეთებს, მაგრამ რა გამოუაძნელი სათქმელია, თუმცა ეს ჯერჯერობით ძალიან მდიდარი მხარეა, უზარმაზარი რეგიონია. თუმცა გითხრათ სიმართლე, ის რომ მათ არ გააჩნიათ მკაცრი ცენტრალიზებული მმართველობა და წინააღმდეგობა ევროკავშირის ქვეყნებს შორის ძალიან დიდია, ეს აშკარად ჩანს. კიევი ყველანაირად ცდილობს, რომ ხელშეკრულებაში, რომელიც ფიქრობ, რომ არ დაიდება ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, მაგრამ ცდილობს, რომ შეიტანოს მუხლი ევროკავშირში დაჩქარებული მიღების თაობაზე და იგი უშუალოდ ევროკავშირის უმაღლესი ხელისუფლებიდან, მათ შორის ფონ დერ ლაიენი და სხვებისგან დიდ წინააღმდეგობას აწყდება. ფაქტიურად გამორიცხულია, რომ რაიმე შეცვალონ ევროპელებმა,
უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით და მთავარი რაც არის უკრაინამ 2022 წელი იყო თუ არ ვცდები, როცა განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაერთიანებაზე, მანამდე უკვე 8 წევრია, მე მგონი თუ 9 არის უკრაინიან კარგად არ მახსოვს, მაგრამ 8 წევრი მინიმუმ დგას რიგში. ევროკავშირში გაწევრიანებას აღმოსავლეთ ევროპის ამ ქვეყნებისათვის დაახლოებით 9 წელი მაინც სჭირდება. თითეული სხვადასხვა დროს იქნება, ამიტომ ეს ჩვენ რომ ახლა გადავიყვანოთ უახლოეს პერსპექტივაში, გასაგებია კიევის როლი როდის მოვა ამ 8 თუ 9 წევრის მიღების შემდეგ, ხო? და რა იქნება ამასობაში კიდე ძნელი სათქმელია, ხო? მე არაფერს საუბრობ საქართველოზე, რომელიც საერთოდ ამოვარდნილია ყველანაირი გეგმა გრაფიკებიდან, იმიტომ რომ არ შეიძლება სახელმწიფო, რომელიც მსოფლიო პოლიტიკის შესაყარზეა, უკრაინა არ არის მსოფლიო პოლიტიკის შესაყარზე, მაგრამ რუსეთთან სტრატეგიული მნიშვნელობის გამო, რუსეთისათვის და რუსეთის წინააღმდეგ, ის გახდა მთავარი ინსტრუმენტი რუსების წინააღმდეგ, თუმცა პირველი ძალიან არასერიოზული ცდელობის გამო, რომელიც აშკარად პოლიტიკური შეცდომის შედეგი იყო, რატომ იყო დარწმუნებული რუსეთი, რომ უკრაინაში შეჭრა საკმარისი იქნებოდა უახლოეს ხანში მოლაპარაკების მაგი და გამართულიყო და ყოველგვარი ზედმეტი ომების გარეშე მიეღწია რუსეთს ის, რისი მიღწევაც უნდა და კერძოდ 97 წლის საზღვრებში ნატოს დაბრუნება, ნეიტრალიტეტი უკრაინისა, თავისი რუსული ობიექტები, რეგიონების კულტურული ავტონომია და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენ როგორც იცით, ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად იქნა ჩაშლილი და ფაქტობრივად შეთანხმებული სტამბოლის ხელშეკრულება უკვე გამძაფრებული ომისკენ იქნა მიმართული და 4 წლის თავზე Foreign Affairs-ი წერს იმას, რომ ფაქტობრივად უკრაინა განადგურებულია და მას არანაირი შანსი არ გააჩნია. ხასუსან დააკვირდით, ვინ წერს ამას. ამას წერს ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პროფესიული გამოცემა, რაც თავისთავად ტრაგიკულია უკრაინელი ხალხისათვის. თუმცა ამ ბოლო დროს გაკეთდა გამოკითხვები და 60%-ზე მეტი ევროკავშირში შესვლას უჭერს მხარს, სადღაც 56 ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ აი ეს არის რეალობას მოწყვეტილი ხალხის განწყობები. საქართველოში შეიძლება ანალოგიური სიტუაციები იყოს, როდესაც ხალხი არაადეკვატურია, იმიტომ რომ ტვინის გამორეცხვის 10 წლეულობით ინტენსიურმა მუშაობამ თავისი შედეგი გამოიღო საქართველოში და საქართველო ფაქტობრივად გახლეჩილია, რაც ჩემი საუბრის შემდეგი თემა იქნება, ეხლა მხოლოდ ამას გავაგრძელებ. რატომ საუბრობ მე იმაზე, რომ საქართველოს მომავალი ქართველების ინტელექტუალური დონის ზრდაზეა დამოკიდებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თავი ის არის, რომ უკრაინის ომმა ყველაფერი შეცვალა. ყველაფერი შეცვალა იმ თვალსაზრისით, რომ ომის წარმოება, თავდაცვის მეთოდები, უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტექნიკის რაობა, ტექნიკის სტრუქტურა, თვითონ ბრძოლის წარმოების ხერხები და ასე შემდეგ აბსოლუტურად ამოაყირავა და ყველაფერი გადაიყვანა ხასოსამ დააკვირდით ერის ინტელექტუალურ სიძლიერეზე. შეუძლია თუ არა ერის ინტელექტუალურ ნაწილს იმ უაღრესად რთული, უაღრესად განსხვავებული იარაღის წარმოება, რომელიც უკვე გამორიცხავს პატარა ქვეყანას, დიდ ქვეყანას, მილიონიან ჯარებს და ასე შემდეგ. შეუძლია თუ არა ხალხს აწარმოონ ის არა მარტო დრონები და თქვა გაუმჯობესებული ვარიანტები, არამედ სრულიად სხვა ინტელექტუალურ სიმაღლეზე აიყვანონ ის
შედეგები, რასაც სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი გიჩვენებს. რაკი მე მქონდა იმის ბედნიერება, რომ მემუშავა უსაშველოდ დაწინაურებულ ფაქტურად მსოფლიო მეცნიერების წინახაზე, რომელიც რაკეტულ ტექნიკასთან იყო დაკავშირებული და სრულიად ახალგაზრდა 24 წლისა მოვხდი ამ სფეროში. ეს რა თქმა უნდა დამსახურება იყო ჩვენი სამეცნიერო ხელმძღვანელის ნოდარ ვალიშვილისა, რომელმაც ჩვენ გაგვიყვანა მისი ხელმძღვანელობით ამ თემებზე გვემუშავა და არაერთი ძალიან დიდი და მათ შორის ზოგიერთი გასაიდუმლოებული აკადემიკოსიც კი ჩამოიყვანა საქართველოში, რომ ჩვენთან საუბარი შემდგარიყო და ამ ადამიანს მეგობრულ გარემოში ბატონი ნოდარი მეგობრობდა მათთან, ეთქვათ ის, რასაც ისინი ჩვეულებრივ არ ამბობდნენ. ამიტომ ჩვენთვის ეს აღზრდის თვალსაზრისით უსაშველოდ დიდი სტიმული იყო. რაზეა საუბარი? რაკი მე ქართველი ახალგაზრდებისთვის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ქუთაისში წაკითხული მაქვს ურთულესი საგნები, რომლებიც საუნივერსიტეტო მათემატიკისა და საინჟინრო სპეციალობების შესაყარზე იყო და მე ვხედავდი ფანტასტიკურ ახალგაზრდებს, რომელთანაც დღეს ბევრი ძალიან დოქტორია, ძალიან ცნობილი, მათ შორის თუ გნებავთ ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ბოდიშით ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში პოლიტექნიკურის გაერთიანების შემდეგ დეკანია იქ ჩემი პირველი მოსწავლე ტექნიკურ სფეროს ფაკულტეტს რომ ხელმძღვანელობს შესანიშნავი მეცნიერი და პიროვნულად შესანიშნავი ადამიანი. და ასე სხვები არაერთი ჩემი მოსწავლეა, რომლებიც შემდეგ უკვე დღეს რუსეთშიც არიან, სხვაგანაც არიან, ევროპაშიც არიან, ძალიან კარგი დონის მეცნიერები, დოქტორები, პროფესორები. რატომ ამბობ მე? რაკი დღევანდელობა მოიტანა ის, რომ ინტელექტი განსაზღვრავს ყველაფერს, ეს ინტელექტი ბუნებრივად არსებობს ქართველ ახალგაზრდებში, ფანტასტიკური გონება გახსნილობა. თუ ჩვენ ამ ინტელექტს წავახმართ მსოფლიოში საუკეთესო საგანმანათლებლო სისტემას და ქართულ მახინჯ განათლების სისტემას დავაბრუნებთ თანამედროვე სამეცნიერო ტექნიკური პროგრესი, რომ განსაზღვრავს იმ მიმართულებებზე, შემოვიტანთ საუკეთესო განათლების სისტემას, სტიმულს მივცემთ ქართულ ახალგაზრდობას, რომ მეცნიერებისკენ და ტექნიკისკენ გადადგან ნაბიჯი და ამისთვის საგანმანათლებლო სფეროს სკოლის და სკოლამდელ ასაკს მოვიყვანთ ჩვენ შესაბამისობაში, ჩვენ ძალიან მალე მივიღებთ სერიოზულ შედეგს. ამის ნაცვლად უპასუხისმგებლოს ქართული ხელისუფლება დღევანდელი გასული არანაკლები ორივე ერთმანეთზე უარესი შედარება რო გინდოდეს, ხო, ეხლა ზღაპრები არ დამიწყოთ, ახლა ის ასე იყო და ეს ასე იყო. სამეცნიერო საგანმანათლებლო სფეროსთან დამოკიდებულებით იმან დაიწყო გრევა მიზანმიმართული, იმ გაბოროტებული ხალხით ცნობილი გვარები არ მინდა ეხლა დავასახელო, რომლებიც განათლების რეფორმის სათავეში იდგნენ და ამოძირკვეს თუ რაიმე შეიძლებოდა და რაც წარმატებით გაგრძელა ამ ხელისუფლებამ. ტყუილია ის საუბრები, რომელსაც ეს ხელისუფლება განათლებაზე აწარმოებს და თან დისკუსიებს მართავს იმ ხალხთან, რომელიც თავისი აზროვნებით უსაშველოდ ყლაპოში არიან და მათ იმ ნეოლიბერალური რაღაც ყალბი წარმოდგენებიდან ვერაფერი ვერ გამოიყვანს. ამიტომ დროება გეუბნება შენ რა მიმართულებით იმოძრაო, ეხლა მოდი ასე გავაკეთოთ. შენ შეგიძლია დროება, ანუ დროის მოთხოვნები უკუაგდო. შენ გაქვს შენი ვირეშმაკული შეხედულებები და რაკი გაქვს ეს ვირეშმაკული, თან ევროპისკენ მიდიხარ, შენ ხო დასავლური ორიენტაციის ხარ, გამიგეთ ხო? ამ სიშტერის განსახიერება ხარ. სწორად გამიგეთ. ჩემი ეს შეფასება სიშტერე დასავლეთისკენ სვლა არის ის, რომ შენ დამოუკიდებელი სახელმწიფო გარ, მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში ხარ,
შენ ისე უნდა განავითარო შენი ქვეყანა, რომ შესანიშნავი ურთიერთობა გქონდეს დასავლეთთან, მათ შორის ევროპასთან, დაალაგო მეზობლებთან ურთიერთობა და შენს ფანტასტიკურ კულტურაზე დაფუძნებული მსოფლიოს წინა ხაზზე იყო შენი განათლებით, შენი მეცნიერებით, შენ შეგიძლია ამის გაკეთება, მაგრამ იმდენად უსუსური და არაფრის მაქნისი ხალხია ხელისუფლებაში, კლავს საქართველოს მომავალს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამყარო შეიცვალა, ყველაფერი შეიცვალა, არაფერი არ იცვლება საქართველოში. არაფერი არ იცვლება ქართული ხელისუფლების იმ ჩამპალ ნეოლიბერალურ წარმოდგენებში, როცა ისინი თავის ოპოზიციასთან ერთად, რომელიც ეგერ პარლამენტის წინ ყოველ საღამოს რაღაც ესე იგი გასართობ ღონისძიებად აქციეს ეს ყველაფერი, რომელიც აბსოლუტურად აწყობს საქართველოს ხელისუფლებას, მიდიან შინ ევროპისკენ. ხას უსვამ, ჩემი შეფასება არ ნიშნავს ევროპის უპატივცემლობას არ არწოდას. ძალიან მეეჭვება, რომ რომელიმე თქვენთაგანმა გინდ იმ პარლამენტის წინ და გინდ მათ უკან დგომა მხარდაჭერებმა წარმოდგენა გქონდეთ იმ ევროპაზე, რომელიც მე ვიცი, ისი დასაბამიდან დაწყებული თავისი ლიტერატურით, ფილოსოფიით, ისტორიით, ხელოვნებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ მე ჩემ ქვეყანაზე ვსაუბრობ ახლა, პოლიტიკურ ასპექტებზე ვსაუბრობ და ამდენად სწორად უნდა კონტექსტი უნდა იყოს სწორად. კონტექსტების გაგება რომ დღეს პრობლემური გახდა, მე ხლა დანანებით ვიტყვი მხოლოდ ერთ რაიმეს. ის ახალგაზრდების შედარებით მცირე ნაწილი, მაგრამ კარგად რეკლამირებული, აი შინ რომ მიდიან ევროპისკენ და თითქოს ევროპული ორიენტაციის არიან, იმდენად გაუზრდელი ხალხია, იმდენად უზრდელი და რომ ვიტყვიან ოჯახის აღზრდა აკლიათ მეტი რო არ შეიძლება. მე კაც რომელსაც რაკეტულ ტექნიკასთან დაკავშირებით 40-ზე მეტი სამეცნიერო სტატია მაქვს დაწერილი. ჩემი წიგნი NASA-ში დევს, ჩემს ხელმძღვანელთან ერთად დაწერილი და ასე შემდეგ. მიგზავნიან ჩემს ნათქვამს, რომელიც აბსოლუტურად ცუდად არის გაგებული. მე ახლა გავიმეორებ იმას და იმ გამოტვინებულ საცოდავ არსებებს უბრალოდ სწორად მივანიშნებ. უკრაინის კონფლიქტის დასაწყისში ლუკაშენკომ თქვა, რომ 2-3 დღე არ ჭირდება უკრაინის განადგურებასო და მე დავწერე ძალიან ზუსტად, იმიტომ რომ 2-3 დღე უკრაინის განადგურებას არ ჭირდება. უკრაინის განადგურება სჭირდება მაქსიმუმ 1-2 საათი, მაგრამ ამას ვერ გააკეთებენ რუსები იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ უკრაინელი და რუსი რამ გაყო, ყოველ შემთხვევაში ასე იყო, იქ უამრავი რუსი ცხოვრობს და ასეთი რამ რომ გააკეთო რუსეთმა, ისინი საბოლოოდ თავს დაიმარხავენ მთელს, რომ იტყვიან მსოფლიოს პოლიტიკაში, იმიტომ რომ საკუთარ ხალხზე ასეთ ძალადობას არავინ სწორად არ გაიგებს და აბსოლუტურად სწორია, ხო? ეხლა ამას ამოჭრენდა მეუბნები, აი გიორხელიძემ თქვა, რომ 1-2 საათში და რატო 4 წელი ვერ განადგურებას არ ჭირდება 1-2 საათი. განადგურებენ თქო, არცად არ დამიწერე, იმიტომ რომ ვერ განადგურებენ იმ მოსაზრების გამო, იმიტომ კი არა რომ განადგურება არ შეუძლიათ, იმიტომ რომ სხვა მიზეზებია. მეორე, 4 წელი კონფლიქტის განვითარება ნიშნავს იმას, რომ უკრაინის სახელმწიფო ვერასდროს ვერ იქნება ისეთი, როგორიც იყო და რა იქნება ჯერ კიდევ ცნობილი არ არის, აბსოლუტურად არ არის ცნობილი, მაშინ როდესაც ოდესაში დაიწყო უკვე ირგვლივ მინდვრების დანაღმვა, ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გაკეთება და ასე შემდეგ, თავისთავად მიანიშნებს საით ელიან შეტევებს, არაფერი სწრაფად არ მოხდება, არავის არ ჭირდება სწრაფი შეტევები და ესკალაცია. ის რომ ნატოს მონაწილეობა უკვე ფარულად გახსნილია და ყველა ვიცის, რომ ნატოს ჯარისკაცები ჩვეულებრივ იბრძვიან უკრაინაში, რასაც შედეგი არაფერი არ მოაქვს. ის რომ
54 ქვეყანა აწვდის რუსებს, ბოდიშით უკრაინელებს იარაღს და რა შედეგი აქვს, ხედავთ თქვენ ამას. ეხლა როდესაც საფრანგეთმა და ინგლისმა აბსოლუტურად პროვოკაციული საუბრები დაიწყო იმაზე, რომ უკრაინას ატომური ბომბი უნდა გადასცენ და ეს მე დაახლოებით დავწერე 3 წლის წინ, რომ დასავლეთი ნელ-ნელა ყველაფერს მიაწვდის უკრაინას და აუცილებლად დადგება საკითხი ბირთვული იარაღის გადაცემის თაობაზე. რატო? იმიტომ რომ უკრაინა აქ არაფერ შუაში არ არის. უკრაინა არის განწირვისთვის გამოყენებული იდეოლოგიით განადგურებული ხალხი, რომელმაც რუსეთამდე უნდა მიიყვანოს დასავლეთი. რა კი ეს არ გამოვიდა უკრაინის გზით და უკუშედეგი გამოიღო, ამიტომ გასაგებია დრო ჭირდება ევროკავშირს, თუ ყველაფერი დაალაგდა ევროკავშირი ახლა გაჭედილია არანორმალურად ცუდ სიტუაციაში და მაშინ საჭიროა ის, რომ რა კი უკრაინა მაინც განწირულია, მაგრამ საბოლოოდ განწირონ და მიაწოდონ, თუ ეს მოხდა, კი იცით ამას რა მოხდება. რუსებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ ევროპის ყველა დედაქალაქი დაიბომბება სწორედ ბირთვული იარაღით. მოხდება ეს? მე მჯერა, რომ ეს არ მოხდება, იმიტომ რომ ერთია ზეწოლა, ერთია სიტუაციის გართულება და დროის მოგება და მეორე არის ის, თუ რეალურად რა შეიძლება მოხდეს. რეალურად კი ხდება ის, რასაც მე არაერთხელ ავწერდი და ავწერ, რომ ევროპის მრეწველობა განსაკუთრებით ყველაზე გიგანტური სამრეწველო სახელმწიფოს მდგომარეობა, როგორც არის გერმანია, მისი მრეწველობა არის უკიდურესად სავალალო მდგომარეობაში და მერცი წავიდა ჩინეთში სი ძინპინთან მოსალაპარაკებლად. მას ჭირდება გადაარჩინოს ყოველ შემთხვევაში ის, რაც თავადაც გააფუჭა, გადაარჩინოს, რომ მთლიანობაში არ მოხდეს კოლაფსი გერმანიის მრეწველობისა, უკვე ისედაც ძალიან მაგრად დაზიანებულია და ჩინელებს მოელაპარაკოს ისეთ რამეებზე, რაც აუცილებელია გერმანული მრეწველობის შესამჩნევებისთვის, განვითარებისთვის, თუმცა წვანეების მეშვეობით, როგორცაც წარმოადგენს ბერბოკი და ასე შემდეგ, საშინელი დარტყმები მიმდინარეობს მერცზე, ისინი მოითხოვენ იმ აბსურდულ, რომ იტყვიან პარადიგმაში დარჩენას გერმანიისა და პირიქით თუ ჩინეთს ელაპარაკები, იქ ადამიანის უფლებები და თურმე ასეთი რაღაცები უნდა დაუყენოს ახლა მერცმა, რომელიც როგორც წაქცეული ქვეყნის კანცლერი ისე ჩადის ჩინეთში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველგან მიმდინარეობს ის მოძრაობა, რომ არ მოხდეს რუსეთ-ჩინეთ-ევროპის სიტუაციის დალაგება და გარკვეული შეთანხმების მიღწევა, იმიტომ რომ ეს ჯერჯერობით არ შედის ამერიკელების გეგმაში. ამერიკელების გეგმაში შედის ევროკავშირიც და ნატოც ბოლომდე იქნას გამოყენებული რუსეთის წინააღმდეგ. აი ასეთ რთულ ვითარებაში მე გეკითხებით, როგორი შეიძლება იყოს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა. ან თუ გაგიგონიათ თქვენ ერთხელ მაინც საქართველოს პოლიტიკის შესახებ ამ ძალიან რთულ პირობებში, თუ გინახავთ რა საუბრობს პრემიერ-მინისტრი, რა საუბრობს პარლამენტის ხელმძღვანელი, ან და თუ გნებავთ ამ წუთში ერთი ძალაა იქ და თქვათ მათი პოლიტიკური ლიდერი, უმრავლესობა ქვია თუ ფრაქცია ქვია, რა მნიშვნელობა აქვს? არაფერ ამის მსგავს არ საუბრობ. იმას ყელყელაობენ, რომ ბრიტანელები ცუდად მოიქცნენ და აი მათი ტელევიზიები დაასანქცირეს, ჭაობი დაასანქცირეს. საინფორმაციო პოლიტიკის თვალსაზრისით იმედი ეს არის სრული ჭაობი, არაფერს ვამბობ პოზიტივზე, იმიტომ რომ არასდროს არ მინახავს მათი გადაცემები, რაღაც ნაწყვეტს თუ მიგდებდნენ და იმასაც ნახევარი წუთი თუ გაუძლებდი, რომ მენახა, სხვა შემთხვევაში არასდროს მინახავს. ასე რომ
ამ გაურკვეველ სიტუაციაში, სადაც ყველაფერი გადაწყობადია, ჩვენ ვართ გაჩხერილი უსაშველოდ მდგომარეობაში, ვართ საშინაო უმძიმეს მდგომარეობაში და ვართ უმძიმეს საგარეო მდგომარეობაში, იმიტომ რომ ქართული ხელისუფლება ფაქტიურად იზოლირებულია. ხვალ 7 საათზე ქართულთა დიდი გაერთიანების სტუდიიდან ბატონი ივანე ჩოლოყაშვილი ყავს მიწვეული ბატონ დავით ჭაბუკაშვილს და ის ისაუბრებს იმ თემაზე, რა თემაზეც მან ამ რამდენიმე დღის წინ გააკეთა საქართველოს აკადემიაში მოხსენება. ეს არის საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა. თქვენ გახსოვთ ისიც რა ციფრები დავასახელე მე საქართველოში ქართველთა რაოდენობის შესახებ. 1,430,000 ქართველი. ბატონ ივანესგან თქვენ ხვალ მოისმენთ, რომ გაცილებით ცუდი მდგომარეობა. 450 სოფელი საერთოდ წაიშალა საქართველოს რეალობაში, არავინ არ ცხოვრობს იქ. ხალხი აღარ არის. მიგრაცია არანორმალურია. ხვალ მოკლედ მოусმენთ ეს კაცი ძალიან სერიოზული მეცნიერია, ძალიან წესიერი პიროვნებაა და თქვენ ნახავთ. ამიტომ რამდენ გითხრათ ის რაც ჩვენ გავახმიანეთ, რომ არ არსებობს საქართველოში არანაირი ძალა გარდა ერთადერთი ძალისა, საღი გადარჩენილი ქართველები, რომლებიც ამ უსაშველო გაჭირვების დროს შეიკრებიან ერთად და ბლოკირებას გაუკეთებენ ამ პროცესს. წინა გადაცემაში თქვენ იცით, მე მიმართე ბიძინა ივანიშვილს და პირდაპირ მოუწოდე, რომ დაამუხრუჭოს. გავიმეორებ, ახლა ჯობს დაამუხრუჭოს. იმიტომ რომ ადამიანი რაღაც უნდა დასაჯოს ღმერთმა, მაღლა დგომა, რომ ხელი ააღებინოს საქართველოზე და მის განადგურებაზე ნაბიჯი გადაადგმევინოს. რეალურად საქართველო ნადგურდება ქართველებისთვის. აჭარაში არის წარმოუდგენელი მდგომარეობა. მოგწონთ არა აყვავებული აჭარა აბჭყალებში. ვისია ის ყველაფერი? რამდენი პროცენტია თურქების? როგორ ხდება, რომ სტამბოლიდან ან თურქეთის სხვა აეროპორტიდან აფრენილი თვითმფრინავი თურქი იქ გადის ყველანაირ დოკუმენტურ შემოწმებას, თუ რა ქვია ამას შემოწმება ქვია, ჩვენ რო თბილისში მივდივართ სადმე რეისზე, რომ აი თქვა გერმანიაში და აქ რო გვიკეთებდნენ ყველაფერს და იქ საბაჟო კონტროლი და არაფერი საჭირო არ იყოს. დიახ, ისინი ბათუმში ფრინდებიან როგორც საკუთარ ქალაქში, მათ არაფერი არ ხდებათ. რამდენი ბორდელია ბათუმში? რამდენი არალეგალური კაზინოა? რამდენი კაზინოა? ვისი ეს ყველაფერი? თბილისის ცენტრში რამდენი ბორდელია? ბოდიშით რამდენი ათეული ბორდელია? რამდენი კაზინოა? რამხელა სამრეცხაოდ არის გადაქცეული საქართველო კრიმინალური და თუ გნებავთ არალეგალური ფულისა. რა ხდება? და ეს ყველაფერი საქართველოს სასიკეთოდ კეთდება. ესე იგი, თავის დროზე მე გავაკეთე ძალიან მძიმე შეფასება. საქართველო დღევანდელი ზუსტად ასრულებს ის ფუნქციას, რასაც ჰავანა კუბა ასრულებდა 40-იანი წლებისა და 50-იანი წლების დასაწყისში, სანამ იქ რევოლუცია არ მოხდა. ბურდელები, კაზინოები და ასე შემდეგ, გასართობი, სუფთა სორო და თბილისი დღეს არის სუფთა სორო გარყვნილების, ნარკოტიკების, ბორდელების, კაზინოების და განადგურებული მეცნიერებისა და განადგურებული განათლების. ეს ეტაპი
საქართველოს გაერა სულ ცოტა 140 წლის წინ. სულ ცოტა 130 წლის წინ. თბილისში არაფერი არ იყო ქართველის, 10% იყო დარჩენილი, მამაკაცის ბორდელები, ისე ბორდელები, რესტორნები, დუქნები და ასე შემდეგ. რა განსხვავება დღეს რესტორანი ქვიათ და არა დუქანი, რა მნიშვნელობა აქვს? თუმცა არც ეს სახელია უცხო დღევანდელ თბილისში. ამიტომ თუ ამას დაუმატებთ იმას, რომ არანორმალური მიგრაცია და არანორმალური იმიგრაცია, ჩვენი ყოფნა არ ყოფნა უკვე არის კითხვის ნიშნის ქვეშ. ამას ახლა ჩვენ მუშტი მკერდზე რო ვირტყათ და რაღაც პატრიოტული სიტყვები ვიძახოთ, აზრი არ აქვს. ამას ცივი გონებით აწონდაწონა უნდა, ამას ერთმანეთისკენ გზის მოძებნა უნდა, ამას ჭირდება ის, რომ ჩვენი ადგილსამყოფელი იცით, ჩვენ ღია ხალხი ვართ, გითხარით სად მოვიდეთ თქვენთან, იქ მოვალთ და ვისაუბროთ. ეს პროცესი დაწყებულია, ჩვენ გავაგრძელებთ ინტენსიურ თანამშრომლობას ყველასთან, ვისაც სურვილი აქვს. ჩვენ გვაქვს ერთადერთი საკითხი. გაერთიანდით, ერთად დადექით. ასეთ რამები არ ხდება, არასდროს არსად არ მომხდარა. გაერთიანება კი არ გვინდა, ჩვენ სადმე გავერთიანდეთ, ჩვენ უბრალოდ ქართველების ერთად ყოფი ჯგუფი ვართ, რომელსაც არც პარტია, არც მოძრაობა, არც ვაპირებთ არაფრის გაკეთებას, ამის ჩვენ გვინდა საღი ქართველების ერთად ყოფნა, შეთანხმება, რომ ვიყოთ ის ძალა, რომელიც დაბლოკავს ამ პროცესებს, რომელიც ქვეყანაში მიდის. ჩვენთვის კარი ღია ყველასთვის, ვისაც კი ეს პოზიცია უნდათ. არ გინდათ ოფისში მოსვლა, ჩვენ მოვალთ სადაც გნებავთ. ვიყოთ კოორდინირებული, რომ როცა ავიკრიბებით, აჩვენოთ, რომ ჩვენ ძალა ვართ და მოვითხოვოთ ის, რასაც გვია, ნუ გაყიდი ამ ქვეყანას, ყიდი. ნუ გააჩათლახე ეს ქვეყანა, აჩათლახებ. ნუ გაყარე ქართველები აქედან ყრი. განათლებას უნადგურებ და საცოდავი ახალგაზრდები, რომლებიც შეიძლება სულ სხვა განათლებას ეუფლებოდნენ, ფსევდოგანათლების ჭაობში არიან ჩაფლული და ამას დაუმატე ეს დამპალი იდეოლოგია და ახალგაზრდებიდან აჩვენე და აქციე ისინი წითელ ეშმაკუნებად. ამ ახალგაზრდებს ევროპაში რომ მიდიან, არავითარი სხვაობა არ გააჩნიათ იმ წითელი ეშმაკუნებისგან, რომელიც დოსტოევსკიმ ძერ კიდევ თითქმის 150 წლის წინ აღწერა. დიახ, წითელი ეშმაკუნები, ბოლშევიკები, ყველაზე ცუდი გაგებით, აგრესიული უზრდელები, რომლებსაც უბრალოდ უმამოდ გაზრდილი ხალხი ან და მამა ჩვარია ვიღაცა, იმიტომ რომ ბიჭებს მოგმართავთ. თქვენნაირი საცოდავი უზრდელი არსებები კაცის გვერდით არ იზრდება. გოგონებზე არაფერს ვამბობ, დაღუპულები არიან, არც უხეში სიტყვები ეშლებათ, არც გინება ეშლებათ, ოღონდ მიდიან ევროპისკენ და ეს გონიათ მათ განათლების. არა, არ გამოვა ასე არაფერი. ამიტომ გაცილებით საშიში მდგომარეობა, გაცილებით რთული მდგომარეობა, ყველაფერი იცვლება, არაფერი იცვლება საქართველოში. საქართველოში კვლავ ორი ძალა, ერთი ჭალებში, მეორე, ერთი ხელისუფლებაში მყოფით, რომ თუ მაგენი არ იქნენ, ქვეყანა დაღუპულია, იმიტომ რომ ისინი მოვლენ, ხო? და ამათ მართლა გონიათ უკვე დაიჯერეს, რომ ამათ გარდა ქვეყანაში არავინ არ არის. ქართულთა დიდი გაერთიანება ამბობს, რომ ქვეყანაში არაერთი ამნაირი დაჯგუფების გაკეთება შეიძლება, რომლებიც ღირსეული პატრიოტი ქართველებით იქნება და ასეთი ტვინგამორეცხილი არ იქნება, როგორც დღევანდელი ხელისუფლება არა და როგორც დღევანდელი ოპოზიცია. ამას დრო აჩვენებს, ეს არის უალტერნატივო გზა, იმიტომ რომ არ მოხდება ძალად გაერთიანება, არ მოხდება ძალად შეკვრა, ეს ქვეყანა დასრულდება.
ის რომ ეს ქვეყანა სრულდება ქართველებისთვის, ხვალ მოისმინეთ 7 საათზე. ძალიან სერიოზული მეცნიერის საუბარი თუ რა მდგომარეობა საქართველოში. თუ ჩემი მონაცემები, რომლებიც მე არ მომიგონია ღმერთო დამიფარე, მოვიდა საქმეში ჩახედული ხალხი და მითხრეთ, რომ ასეთი უბედურება ხვალ თქვენ მოისმენთ, რომ იმაზე უფრო უარესი მდგომარეობა, ვიდრე მე დავასახელე, არც ვიკვირს ეს თითქმის ერთი 10 თვის წინანდელი ამბები, 10 თვეში კი ძალიან ბევრი ადამიანი გავიდა საქართველოდან. ეხლა მე მაინტერესებს ამ ხელისუფლების დაქერავებული ეგრეთ წოდებული შნირები, რა სიტყვიან ბატონი ივანე ჩოლოყაშვილის მოხსენებაზე, რომ მე თითქოს მე გავიგე, რომ დაუმალე ქართველების რაოდენობა 1,800,000-ით, ხო? რაც სრული იდიოტი უნდა იყო ადამიანი, რომ ასეთი რამე დამალო, ხო? თქვენ ხვალ მოისმენთ მოხსენებას. ამიტომ ჩემი საუბარი კიდევ უფრო გამძაფრდება, ჩემი საუბარი კიდევ უფრო აგრესიული იქნება, იმიტომ რომ დრო დარჩა ცოტა. ჩვენ ძალიან საშიშ მდგომარეობას უახლოვდებით, საიდანაც გამოსავალი ძნელი მოსაძებნი იქნება და თუ გადავლახეთ ის მდგომარეობა ვერ მოიძებნება. ამიტომ დავიკვირდით ორ პროცესს, რა ხდება ქვეყნის შიგნით, რა ხდება საქართველოს ირგვლივ. საქართველო მოწყვეტილია რეალობისგან. საქართველო ირჩება თავის აბსოლუტურად არასწორ წარმოდგენებში და არანაირი ცვლილება, რომელიც დრო მოიტანა, აღქმული არ არის. ჩემი გადაცემების ერთ-ერთი მიზანი ესეც არის, რომ არ მოწყდეთ რეალობას, დანარჩენი უკვე ჩვენი ერთობლივი ძალისხმევების შედეგია და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ მივალთ იმ მდგომარეობამდე, როცა შეგვეძლება გავაჩეროთ ეს ყველაფერი. აქ არის ერთადერთი რამ. ძალიან სარისკო სიტუაცია. ჩვენი შანსი წარმატების არის 50, ჩვენი შანსი იმისა, რომ წარმატება არ იქნება მიღწეული, არის 50. ქართულმა საზოგადოებამ დაუშვა ისეთი მდგომარეობის შექმნა, რომელიც კოლოსალური რისკის შემქმნელია. არანაირი ადამიანი იმ მდგომარეობაში საღი გონიერი არ უნდა აღმოჩნდეს, რომ ან არ შეიძლება ამ მდგომარეობამდე მისვლა. მანამდე უნდა გქონდეს ადამიანს იმის შეგრძნების უნარი, რომ თუ ასე რთულდება მდგომარეობა, დაბლოკო ეს თავის დროზე და არ დააყენო ყოფნა არ ყოფნის საკითხი. ჩვენ დაგვიდგა ყოფნა არ ყოფნის საკითხი, ამიტომ ღმერთ შევთხოვოთ დახმარება, ვიყოთ ღირსეული ამ ქვეყნის, ვიყოთ ღირსეული ჩვენი ღირსეული წინაპრებისა. მე უზარმაზარი პასუხისგებლობა მაქვს მამაჩემისა და ბაბუაჩემების, ბებიაჩემების წინაშე, იმიტომ რომ საოცარ გარემოში გავიზარდე, მიხარია და მე არ შემიძლია სხვანაირად მოვიქცე. საბედნიეროდ ჩემნაირი ჯერ კიდევ ბევრია ამ ქვეყანაში და ჩვენ ყველა ამ ადამიანთან ერთად მოვძებნით საერთო გამოსავალს. ეხლა არ შეგაწყენთ თავს, დაგემშვიდობებით. შაბათს 21 საათზე ჩვენ კვლავ შევხვდებით და მე უკვე კვირის დეტალურ ანალიზს გავაკეთებ. მანამდე კი ხვალ მოგზავნახეთ ის გადაცემა, რომელიც თქვენ თვითონ შეგძრავთ. კიდე გეუბნებით, თუ ჩემმა ციფრებმა დაგაფიქრათ, მაგრამ არ შეგძრათ, თუმცა ვიცი, რომ ძალიან ბევრი შეწრუნდა ამის მერე, თქვენ ხვალ მოისმენთ მოხსენება სპეციალისტისა, რომელმაც არ შეიძლება თქვენში სრული პროტესტი არ გამოიწვიოს და თქვენ არ დაიწყოთ თქვენნაირი საღი ადამიანებისკენ ნაბიჯის გადადგმა. ქართველთა დიდი გაერთიანება მხოლოდ ამიტომ არის შექმნილი, რომ ყველა საქართველოს მოუყაროს თავისი, მოუყაროს ერთად თავი და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ეხლა დაგემშვიდობებით და ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ წმინდა საქმეში.